Ari Rolandis ჯაზ კვარტეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კონცერტი გამართა ბენდი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით იმყოფება. ბენდმა დღეს ვორქშოპი ჩაატარა ჯაზის მოყვარულებისთვისაც. კონცერტზე გარდა ამერიკული ჯაზისა, ქართული სულიკოც გაჟღერდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ. თელავის შემდეგ კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს. არი როლანდის ჯაზ კვარტეტის რეპერტუარში ამერიკული ჯაზ კომპოზიციების გარდა სულიკო და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის მოხვდა. We've been receiving so much wonderful Georgian culture. ძალიან თბილად მიიღო ქართულმა პუბლიკამ, ძალიან თბილი მიღება იყო. გავეცანით ქართულ ბუნებას, ქართულ კულტურას. დღეს შევასრულებთ სულიკოს, რამდენიმე ქართულ სასიყვარულო სიმღერას, ასევე ნაწარმოებებს ქართული ხალხური ფოლკლორიდან. ნიუ-იორკული ჯაზ კვარტეტის მუსიკა ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერისა და დიზი გილესპის შემოქმედებითაა შთაგონებული. კვარტეტი კომპოზიციებს ჯაზის ოქროს ხანიდან ასრულებს. ფიქრობ, მთავარი ჯაზში და ზოგადად მუსიკაში არის ის, რომ დაუკრა გულით და სიყვარულით. ასევე გაუზიარო შენი გამოცდილება სხვა მუსიკოსებს და უსმინო მათაც. ვესწრები სწორედ ეს ვასწავლოთ დღეს სტუდენტებს. ქართველი ჯაზის მოყვარულებისთვის ტურნეს ფარგლებში ნიუ-იორკელმა ჯაზმენებმა ვორქშოპი გამართეს. ჩვენთვის ადამიანებისათვის, რომელსაც აინტერესებს ჯაზი და კონკრეტულად უნდა რომ ამ სფეროს გაყვეს, ძალიან საინტერესოა ესეთი ტიპის ვორქშოპი და მოხარული დარჩები თუ კიდე გაგრძელდება ესეთი ვორქშოპები. თელავისა და თბილისის შემდეგ კვარტეტი კონცერტს ქუთაისში გამართავს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურული წარმომადგენლების რანგში კვარტეტს 40 ქვეყანაში 88 ტური აქვს ჩატარებული.